გაერომ თქვა რომ 2050 წლისთვის საქართველოს ქართველიერი იქნება მომაკვდავიერი და 2050 კი არა უფრო მანამდეც იქნება ალბათ ეს შედეგი დადგება, იმიტომ რომ ქვეყანაში არის საკმაოდ ძიმე მდგომარეობა. მაგალითად აი გამოქვეყნდა სტატისტიკა 2024 წელს აი 10 ქორწინებიდან 6 განქორწინებით თავდება. ეს არის უბედურება ერის, ეს არის საერთოდ ფაშისტურ ფემინისტური პოლიტიკის შედეგი. ესე იგი 10 ქორწინება და 6 განქორწინება. და არც არავის არ უნდა, ეხლა სოციალურ სერვებში, TikTok-ში არის ესეთი რაღაცა მოვკარი, იქ ხوار ეხლა ამ TikTok-ს მე სიმართლე რო გითხრა დანიშნულებით ვიყენებ, იმიტომ რომ ბევრი საინტერესო ინფორმაციას ღებულობ. ეხლა ზოგი გართობისთვის იყენებს, მაგრამ ხშირად ვარდება ხოლმე ის ავტომატურად რაღაცას რო სკროლავ, ვარდება ეს და ესე იგი რაღაცა ეხლა მოდაში შემოვიდა ისა რა ქვია არ გათხოვდე თუ არ გათხოვდეო რაღაცა ესეთი სინგლი არის რაღაცა მუსიკა რა ვერ გავიგე ჩვენ ქვეყანას რომელიც მომაკვდავიერი ვართ ესე იგი არ გათხოვდეს პროპაგანდა გვჭირდება ქვეყანა რომელსაც ბოდიში და ბავშვები ჟრიამული უნდა ისმოდეს ქუჩებში ძაღლები ჟრიამული ისმის უფალმა თავის ხატას სახედ და ხატად ადამიანი შექმნა და საქართველოში ძაღლი შეიქმნა იმათ რა ქვია მე ძაღლების წინააღმდეგ კი არა ვარ კაცო ისე მიყვარს ძაღლები რა ვიცი გიждები მაგრამ ბიჭო შეიძლება მოდის ახალგაზრდა წვილი და მოყავს 3 ძაღლი 3 კატა შვილო ძაღლი კი არა შვილი იყოლიეთ შვილი ერი თუ გინა გადარჩე რაღაცა ad ბიომასა ხო არა ხართ რო გაჩნდით რაღაცა დატოვეთ ამ ქვეყანაზე მარტო სიამოვნება და სექსი და გაყვნილებისთვის შეიქმნით ამ ქვეყანაზე ამას რატო ვლაპარაკობ დღეს არის წაჩხურობა მარტვილის რაიონში სოფელ წაჩხურში არის მე 7 საუკუნის წაჩხურის მთავარანგელოზის ეკლესია დღეს უამრავი ადამიანი მივიდა იქ აკვლებით ხელში რომ სთხოვენ უფალს იმისა რომ მათ მისცეს შვილი. აი ნახეთ ეხა სიუჟეტი და გული მოგიკვდება იმიტომ რომ რამდენი ადამიანი წლობით ელოდება შვილს და რამდენი ადამიანია რომელსაც შეუძლია შვილის გაჩენა და არა ჩენს იმიტომ რომ მერე ბოდიში და კლუბში როგორი ძიგძიგოს მერე რა მერე ბოდიში და იმ რა ქვია რაღაცნაირად ნარკოტიკები როგორ უნდა მერე ბავშვის ყოლა ზაღლის ყოლა ჯობია იქ მაინც რაღაცა ზაღს მერე გადააგდებენ ისე ზაღლები უყვარდეთ მაინც იყოლიებენ ამ ზაღლებს და მერე გადააგდებენ იქა ქუჩაში და ეხა წაჩხურობაზე როგორც საუბრობდით აი შეხედეთ ამ ადამიანებს რომლებსაც თხოვნა აქვს, ყველაფერი აქვს, შეიძლება, მაგრამ ბავშვის გარეშე საერთოდ ოჯახი არ არსებობს, სრულფასოვანი ოჯახი არ არსებობს. ამიტომ მე მაგალითად პირადად ბატონო მამუკა პატივს არ ავცემ იმ კაცს, რომელსაც შეუძლია ფინანსურადაც და ყველანაირადაც და 1-2 ბავშვის მეც რო არ იყოლიებს და ჩემთვის მაგალითად 5-6 ბავშვი რო ყავს ადამიანს, უკვე ის ჩემთვის მაგდება, სულ რო რაღაცა უარყოფითი იყოს, მარტო მაგის გამო ვცემ პატივს რა, იმიტომ რომ ადამიანი მრავალშვილიანი მამა და დედა ეს არის უფლისგან კურთხეული და რა ბედნიერებაა ჯერ შვილი რო ყავს ეხა ვერ გავიგე ძაღლზე მეტი სიამოვნებას არ შვილი ბავშვი არ განიჭებთ ხო მე კიდე ერთხელ რომ ძაღლს მოძულე კი არა ვარ კაცო მაგრამ რატო უნდა ძაღლმა ჩაანაცვლოს ბავშვი და ნახეთ აი ხლა ეს წვილები რომლებიც მიდიან იქ წაჩხურობაზე და ნახეთ აი როგორი აი ესეთი ცოტა იყოს ემოციური სიუჟეტია რომელიც სხვათა შორის აი ეს ყოველწლიურად იმართება იმიტომ რომ წაჩხუროში დიახ იმიტომ რომ ეს არის ყოველწლიური და მე ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ჩვენთვის იმიტომ რომ ჩვენ ამის პროპაგანდა უნდა გავწიოთ რომ ერი გამრავლდეს მე პირადად ვფიქრობ რომ ყოველდღიურად გავწევ ამის პროპაგანდას ვინაიდან მე მინდა რომ საქართველოში ბავშვები ჟრიამული იყოს და წვილი რომ მოდის ბავშვები მოყავდეს და არ ვიცი მე ბოლოში ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი და ყველაზე მისტიური დღესასწაულია აქ ერთმანეთს არის შერწყმული ადრე ქრისტიანული და მართლმადიდებლური რიტუალები მოსქე წაჩხურობაზე მომლოცველებით საქართველოს ყველა კუთხიდან ამოდიან მარტვილის ეპარქიის წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში და შვილიერებას შესთხოვენ უფალს დღესასწაულზე შვილის მთხოვნელი ათასობით ადამიანი ჩადის წაჩხურის მონასტერში.
მათ ლამაზად მორთული მინიატურული აკვნები მოაქვთ, რომელსაც ტაძარს სწირავენ. აკვნებით, მაგრამ უკვე შიგ პატარა თოჯინებით ამოდიან ის წყვილები, ვისაც შვილი უკვე შეეძინათ. აკვნების კურთხევის შემდეგ უშვილო წყვილებს თოჯინიანი აკვნები მიაქვთ. მარტვილის ეპარქიის წაჩხურის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაში აღდგომის მომდევნო ხუთშაბათს აღინიშნება. გადმოცემის თანახმად ამ ადგილას მოსქეს ნაყოფიერებისა და ოჯახის მფარველი წარმართული ღვთაების სალოცავი ყოფილა. უდიდესი რწმენით გვჯერავს, რომ ეს სასწაული მოხდება, შეგვეცინება შვილი, ტრადიციის ამ გადმოცემით ვიცით, რომ უნდა ჩამოგვეტანა უშვილო წყვილს აკვანი და უკვე მადლიერი მოსული შვილოსნობით გაბედნიერებული წყვილის აკვანში გაგვეცოლა და წაგვეღო ოჯახებში. ეს უკვე მოცემული მადლიერი აკვანი მიჭირავს ხელში, ჩემი დავტოვე ტაძარში. ჩემ გოგოს 10 წელი არ აყავს შვილი და ეხლა წამოვედით, რომ მოვილოცოთ და ყველა და ლოცვილი ამყოფოს უფალმა ყველას მისცეს, იხარონ და იმრავლო თავისი. ვიცი, ძალიან დიდი იმედი გვაქვს. ისე მოხდა, რომ გულით რო გვინდა და სულით რო გვინდა და მოხდა სასწაული და 4 წლის მერე შეგვეცინა ვაჟი. ეხლა სამადლობელი ხართ ალბათ მოსულები, ხო? მოსქე წაჩხურის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია მე-7 საუკუნეში აგებული. თუმცა ჩვენამდე განახლებული მე-18 საუკუნეში აგებული დარბაზული ტიპის ეკლესიაა მოღწეული. ეკლესია ხირზენის მთის ფერდობზე მდებარეობს და აქედან მთელი მარტვილი მოჩანს. ტაძრის აგება წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელს უკავშირდება. ლეგენდის თანახმად სვანეთში მიმავალმა მოციქულმა ანდრია პირველწოდებულმა აქ შეისვენა და მერე ააშენეს აქ ტაძარი. მე-20 საუკუნის დასაწყისში წირვა-ლოცვა შეწყდა და მხოლოდ საუკუნის ბოლოს 90-იან წლებში აღდგა. წელს კიდევ ერთმა მოსქე წაჩხურობის დღესასწაულმა ჩაიარა. ათასობით ადამიანი დაბრუნდა სახლში რწმენით, რომ უფალი მის თხოვნას შეისმენს და შვილი ეყოლება. აი, ეხლა ამათ არ ყავს შვილი და რამდენ შეუძლია ფულიც აქვს, საშუალება. ოჯახს არ ქმნის ხალხი კაცო, ოჯახს არ ქმნის რა. საერთოდ აი, ეხლა რამდენი ვიცი, რომ პრობლემაც არ აქვს. ზოგს ეხლა მე არ ვამტკუნებ, მაგრამ პრინციპში ეხლა იცი რა, ვერმა რო უყუროს იმას, რომ ეხლა ფული მექნება, რაღაცა ბინა, ისა, ასე რო ეცხოვრა ჩვენ წინაპრებს ოჯახი არ შეიქმნებოდა. რაღაცნაირად უნდა სახელმწიფოც უნდა დაეხმაროს. აუცილებლად. აი მაგალითად მე მივმართავ ჩვენ ხელისუფლებას, რომ ახლად შეუგლებულებს რაღაცა ძალიან ისე დაბალ პროცენტში სესხი მივცეთ, რომ ყველანაირად სახელმწიფომ უნდა შეუწყოს, რომ ერი გადარჩეს, კაცო. იმიტომ რომ ბევრი ვიცი, რომ აი ოჯახს ვერ ქმნის, იმიტომ რომ არ აქვს ბინა. არ აქვს საშუალება ეხლა მიგრაცია საზოგადოებრივ მიდიან ხო დღეს თბილისში ეხლა ბინის ყიდვა ხო ძალიან ფანტასტიკის სფეროა ისე ავარდა ფასები და ამიტომ მე ვფიქრობ რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ამ კუთხით უნდა გადადგას ნაბიჯები და აი მე ერთი რამე მინდა აი სოციალურ ქსელებში ხშირად არის რაღაცა ესეთი პლატფორმები რა რომ აი უკეთებენ ცხოველების შინაური ცხოველების იმას რა ქვია პროპაგანდას რა და ერთი მაგალითად ეხლა აი ვიღაცა მიყოლია რაღაცა კატა თუ ძაღლი მე ესე იგი მთელი სოციალური ქსელი ამაში იყო ჩართული მე ეს შინაური ცხოველები გაყიდეს 5000 ლარა თუ 10000 ლარა და ესე იგი დღეს საქართველოში ოჯახი არ არის რომ შინაური ცხოველი არ იყოს ყველა კი ბატონო მაგრამ ბავშვები იყოლიეთ ხალხო აი ამაზე დიდი ბედნიერება რა არის ეხლა აი ამ პატარა ბავშვი რო ტიკტიკებს ეხლა მაგალითად ვისიაო, პაპა ჩემისაო. ეხლა წავიდე დავკრიფო. ება ხო არ ვიმღეროთ? აბა რა, კი. აბა რა. როგორ დამზადება მე თქვენი სამსახურიო. დაილოსო. ყურძენი და ყულმალი ლიკახულიო. დალიკ ბიჭები არ თავს ეკუდი გვახურია. ათქია მე კარგი არის ყველაფერი კახულია. ჰარულალო, ჰათარულალო, ჰარაჰარია რარო. არხიანულალო. ხოდა კიდევ ლალო არხიანულალო ჰე დიახ მეგობრებო აი დღეს მე ვერსად ვერ ვნახავ რომ აი რაღაცა ბავშვების აი პროპაგანდა იყოს ესე იგი უამრავი ფული მოდის NGO-ების ცხოველთა დაცვის კატების ძაღლების და ბავშვების იმაზე არაფერი არ მოდის საერთოდ. სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გაიღოს იმისათვის, რომ ჩვენი ერი გამრავლდეს და რეალურად ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ საქართველოში მრავალშვილიანი ოჯახების წახალისება მოხდეს. არ შეიძლება რომ
მხოლოდ და მხოლოდ აი სიტყვებით თქვათ, რომ საქართველოში ქართველიერი უნდა გამრო. სიტყვა საქმეც უნდა მივაშველოთ. რუსეთში არსებობს მატერინსკი კაპიტალი, არსებობს ძალიან ისეთი დახმარების პაკეტები, იგივე ბელორუსში არის ესეთი რაღაცა, იგივე საბჭოთა ეპოქაშიც მე მახსოვს უდიდესი დახმარება ეწეოდა მრავალშვილიან ოჯახებს. ეხლა მე აი ამ თემას იმიტომ შევეხე ესე აქტიურად, რომ ჩვენ ფუჭი იქნება ჩვენი საუბარი, ხვალ და ზეგ თუ ამ ქვეყანაზე ქართველი კაცი აღარ იქნება. ძალიან დიდი მიგრაცია საქართველოში, უცხოტომელები ჩამოდიან და ხედავთ, რომ ამ უცხოტომელები მალე შეიძლება ქართველებზე მეტი იყვნენ, იმიტომ რომ მათ რელიგიური გარკვეული წამსიდან გამომდინარე შეუძლიათ 5-6 ცოლის ყოლა და მათ პოპულაცია პროექტიურად მიმდინარეობს და ჩვენთან კიდე ხედავთ, რომ 2-3 ბავშვი თუ ყავს ადამიანს, ეს უკვე დიდად ითვლება, იშვიათად რომ მრავალშვილიანი ოჯახები ვიხილოთ. ამიტომ თუ გვინდა გადარჩეს ერი უნდა აქეთკენ იყოს წარმართული ჩვენი პოლიტიკა. თითეულ ტაძარში რუსეთში მიდის ქადაგება, თან ომი მიმდინარეობს იქ და უფრო ეს თემაც აქტუალურია, რომ ბევრი შვილები იყოლეთ. მე სამწუხაროდ, მე ქართულ ტაძრებში არ გამიგია 1-2 სასულიერო პირის გარდა, რომ იყოს ესეთი აი მოწოდებები აქტიური. ერთჯერადაც კი არა, შეიძლება ერთხელ ეს უნდა იყოს პროპაგანდა. კი, უჭირს ეს, მაგრამ ჩვენ როდის არ გვიჭირდა. მე პირადად აი ხა 3 შვილი მყავს და მესამე შვილზე, როდესაც სვეტიცხოველში პატრიარქმა მონათლა შვილი ჩემი სხვებთან ერთად, იქ დავინახე 95% იყო ძირითადად აი გაჭირვებული ადამიანები. საშუალო ფენა იყო საქართველოს გადამრჩენი ყოველთვის. და აი ამ საშუალო ფენას უნდა დაეხმაროს სახელმწიფო, რომ მეტი შვილი გააჩინოს კიდე. თორე ის ვინც ცოტა ისე არის, იმას ფიქრობს ერთ შვილს ოქსფორდი, მეორეს კემბრიჯი, ერთს კანარიის კუნძულებზე სახლი, მონაკოში და რა ვიცი, ყველგან. და ამიტომაც არის, რომ ძირითადად ქვეყნის აი დემოგრაფიულ მდგომარეობას სწორედ ეს საშუალო ფენა წარმართავდა. და ამიტომ მინდა რომ ხელისუფლებას მიმართო, რომ დავეხმაროთ მრავალშვილიან ოჯახებს, იმიტომ რომ და მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკაც ისეთი უნდა იყოს, აი თანამდებობებზე უნდა რა თქმა უნდა ცოდნა და გამოცდილება და განათლება უნდა ფასობდეს, მაგრამ პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმ ადამიანს, ვისაც ბევრი შვილი ყავს, რომ ეს იყოს სამაგალითო რაღაცა წამახალისებელი, რომ რეალურად ვისაც ბევრი შვილი ყავს, ის ასევე იმსახურებს იმასაც, რომ სახელმწიფო მამკუთხითაც რაღაცა გადადგას ნაბიჯები. აი ხა დღეს რუსეთში მაგალითად მიდის პროცესი ესეთი, ვინც კი ომში ბრძოლობს, ყველგან იმ ადამიანებს თანამდებობებზეც ნიშნავენ, მაღალ პოზიციებზეც ნიშნავენ, რომ სხვებმაც დაინახონ, რომ სახელმწიფოსგან თითეული ადამიანი ომის შემდგომ დაფასებულია და ჩვენც უნდა დავინახოთ, რომ დღეს მრავალშვილიანი ოჯახის ყოლაც ომი არის დღეს ქვეყანაში, იმიტომ რომ დღეს გამოკვებო 5-6 შვილი ადამიანს უწევს ომი და ბრძოლა.